vicdanı her bilginin ülkemizin healthier, more secure. We strengthened disease surveillance, held under the auspices. Yaklaşık 4 ay içinde TÜSEV'in bünyesi böylece artık bu hastaların tedavi that simulates and plays as a doctor. With more than 1 million patients, like a reduction in uncontrolled hastalıkların erken tanısının önü açılıyor. It's a great pleasure for us to find bize gösterdikleri en bas sağlığı. İnşallah işbirliğimiz hızlandırmışları, dostlarımız geldikleri, destek verdikleri ve katılım Hemşire Hanım. Around $80 right? თურქეთი მე-11 მასპინძლობს სოფლიო ჯანდაცვის ფორუმს, რომელიც საქართველოსთვის ჩვენთვის განსაკუთრებულად დიდი ინტერესის საგანია. ეს იმის გათვალისწინებით, რომ მართლაც არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს იძლევა თანამშრომლობა თურქეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც ასევე მონაწილეები არიან ამ ღონისძიებისა, შესაძლებლობებს, რომელსაც განაპირობებს ის დიდი პროგრესი, უზარმაზარი პროგრესი, რომელიც აქვს თურქეთის ჯანდაცვის სისტემას ბოლო წლების განმავლობაში. როდესაც ის იქცა სერვისის მიმწოდებლიდან ჩამოყალიბდა ძალიან სერიოზულ მოთამაშედ მსოფლიო მწარმოებელ ბაზარზე მედიცინის სფეროში და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნიდან, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრი, ძალიან განვითარებული სახელმწიფოს ინტერესის სფეროში შედის თურქეთი. დღითი დღე იზრდება ამ თვალსაზრისით შესაძლებლობები, რომელსაც ეს თანამშრომლობა იძლევა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ ეს კარგი თანამშრომლობა გამოყენებული იქნას ჩვენი ჯანდაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მქონდა ამ ფორუმის ფარგლებში მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობა, სადაც მათ შორის სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობებზე გაკეთდა აქცენტი და გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის ძალიან კარგი პერსპექტივები და კონკრეტული კონტურები. ეს საკმაოდ წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმია, სადაც თანამედროვე ჯანდაცვის და სხვადასხვა მიმართულებებით ასევე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. ასევე შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალი მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჩვენი ორფრივი ურთიერთობებისა არის კონტაქტების და თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენ თურქ კოლეგებთან ჯანდაცვის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მიხეილ სარჯველაძის ვიზიტი ანკარაში, სამუშაო ვიზიტი ანკარაში და ამ ფორუმში მონაწილეობა და შეხვედრა მის კოლეგასთან კიდევ უფრო განავითარებს და ხელშეუწყობს ორფრივ თანამშრომლობას.